მოგესალმებით, მეგობრებო. მნიშვნელოვანი ტრანზიტი არის კიდევ ერთი ცაზე და პოზიტიური ტრანზიტი ამ შემთხვევაში. თეთრი მთვარე, სელენა, იგივე ასტროლოგიურად ნათელი ენერგიის მაჩვენებელი კომბინაცია გადავიდა კირჩხიბის ზოდიაქოში და უახლოესი 7 თვის განმავლობაში დარჩება ამ ნიშანში და ახალი ენერგია გაიხსნება სამყაროდან, გაიხსნა უკვე გვაქვს უკვე სელენას ინგრესია კირჩხიბის ზოდიაქოში და სანამ უშუალოდ გადავალ რა ტენდენციები შეიძლება მოიტანოს ამ თეთრმა მთვარემ, ხომ? მას აქვს რამდენიმე სახელწოდება სელენა, თეთრი მთვარე და მფარველი ანგელოზი ესე ვეძახით ხოლმე და ეს გამოხატავს სამყაროში როგორც ნათელ ენერგიას. ნათელი ენერგია ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის, როდესაც უფრო გავცემთ ენერგიას შინაგანად, რაღაც ნათელ მხარეს ვემსახურებით, ნიშნის ენერგიის, ესე რომ ვთქვათ, ეგრეგორის, ანუ ენერგეტიკული ველი რაღაც სფეროს გარშემო და ასტროლოგიურად ეს სიმბოლიკები, კირჩხიბი, ლომი, ვთქვათ, ქალწული, ეს არის სიმბოლიკები, მშვილდოსნური არის, სხვათა შორის მშვილდოსნური ენერგეტიკა აქვს ამ სიმბოლიზმს, როდესაც აი ამ კირჩხიბში რომ ვამბობ, იქ გამოიხატება ის სამყარო, რაც კირჩხიბისთვის არის დამახასიათებელი. თეთრი მთვარე ეს ნიშნავს იმ ნათელ ენერგიას, რომელიც ყველანი მივილტვით იდეაში, ყველასთვის რაღაცნაირად მისაბაძი არის, მიუწვდომელიც არის ზოგჯერ და ხსნის სამყაროში იმ ენერგიებს, რომელიც უკვე კირჩხიბისთვის არის დამახასიათებელი. ახლა რა არის თვითონ კირჩხიბის ენერგია? აი არ არის აქ რა თქმა უნდა ზოდიაქოებზე საუბარი, როდესაც ზოდიაქოს ვამბობთ როგორც ენერგია, სხვადასხვა ნიშანი, აი ამ ზოდიაქოს ენერგეტიკაში, როცა სხვა პლანეტები ან ფიქტიური წერტილები ხვდება, ის წერტილები გამოხატავენ ამ ენერგიას. საერთოდ კირჩხიბი არის დაკავშირებული მეგობრებო მთვარესთან. მთვარე მართავს კირჩხიბის ზოდიაქოს და მთვარესთან სიმბოლურად რა არის ასოცირებული? ეს არის უსაფრთხოება პირველ რიგში. ეს არის უახლოესი გარემოცვა, სადაც მე მშვიდად უნდა ვიყო, სადაც უსაფრთხოდ უნდა ვიყო, სადაც არის ის სიმყუდროვე, სადაც მე უსაფრთხოდ ვარ. მაგაში შედის საკვები, რაღაც ტრადიციული საკვები, მაგალითად ბებია რომ დამპატიჟებდა ხოლმე ხომზე ვკრებავდა მთელ სანათესაოს და ეს იყო რაღაც ტრადიციული ოჯახური რაღაც მთელი ის რო იყო ამაში ჩადებული რაღაც სხვა სიმყუდროვე, სხვა სითბო, ხო? ეს არ იყო უბრალოდ ხომი მეკრული, ეს იყო რაღაც სხვა ტრადიციული შინაარსობრივი ენერგია. აი, დაახლოებით ესეთ რაღაცებს გამოხატავს კირჩხიბი. უახლოეს გარემოცვას, ოჯახურ ველს, დედასთან დაკავშირებულ ენერგიას, სიმყუდროვე უსაფრთხოება, ეს არის იდეაში დედასთან დაკავშირებული, ოჯახთან დაკავშირებული ენერგია. და აი ამ თემებში ჩვენ ძალიან აი შეხებაში ვიქნებით ყველანი. სელენა როცა გადადის ნიშანში, პირველ რიგში ძალიან იგრძნობენ ამას, ვისაც ნათალურ რუკაში, ანუ პირად რუკაში დაბადების მომენტიდან ყავთ მფარველი ანგელოზი თევზების ზოდიაქოში, ეს თევზების მეთქი ბოდიში კირჩხიბის ზოდიაქოში, კირჩხიბებისთვისაც ეს ერთ-ერთი პოზიტიური კომბინაცია უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან სატურნი აკვადრატებთ, მაგალითად, ხო, თვითონ ნიშანს, მაინც ეს არის პოზიტიური ცვლილებების, ეს მათ პირველ სახლში, სიმბოლურ პირველ სახლში ჯდება და თითქოს კირჩხიბებს აქვთ აი სელენას ნათელი ენერგიის ყველაზე კარგი შესრუტვის და გამოხატვის უნარი და სურვილი, ხო? პირველი სახლი, ვისაც კირჩხიბით ეწყებათ, მათთვისაც უკვე პირველ სახლში გაუვლით სელენა, ხო? ეს სახლების სისტემა, მე ხშირად ვამბობ ხოლმე ასტროლოგიურ სახლებზე, ძირითადად ასტროლოგიური რუკა, ფაქტიურად სახლები არის, ეს სახლების სფეროები 12 ნიშნის წრე, სადაც დაყოფილი არის სახლებად და რომელი პლანეტა ამ ნიშანში, ან ფიქტიური წერტილი, ან ტრანზიტში რაც ხდება ცაზე, ამ ჩვენს დაბადების მომენტში შედგენილ სახლებზე, აი იქ გადის ხოლმე და იმ სახლებში, იმ სფეროებში ვხედავთ უკვე ჩვენ რა გველის დაახლოებით ამ სახლში, ამ სფეროში, ხომ? და სხვათა შორის ახლა 18-19
იანვარს შაბათ-კვირას მაქვს ტრენინგი, ზუსტად 2 დღიანი ტრენინგი მაქვს სახლების სისტემაზე, მთლიანად გავივლით პირადი რუკებით, მონაწილეთა პირადი რუკებით, სლაიდებით, მთლიანად სახლების აღწერას, ტრანზიტებში რა ხდება, სახლები როგორ უნდა დავინახოთ, როგორ უნდა დავიჭიროთ და ძალიან საინტერესო თავის მართველები, სახლების მართველებიც რას ნიშნავს და ვისაც აინტერესებს, რომ შეეხოს სახლების სისტემას, ძალიან ბევრი სწავლა შეუძლიათ ამ ტრენინგზე და შეგიძლიათ მომწეროთ, ვისაც გაინტერესებთ. მაგრამ თვითონ თემას, ხო, აი ამ სახლებს, ვისაც უფრო ხრმად აინტერესებს ეს სახლები, თვითონ მფარველი ანგელოზი ყველასთან პლუს ინდივიდუალურად გაივლის რომელიმე სახლს, რომელიც მათ პირად რუკაში ჩანს ინდივიდუალურად, იმ სახლიდან რაღაცნაირად სამყაროდან თითქოს სწორი ინფორმაცია წამოვა, სწორი ეგრეგორული ინფორმაცია წამოვა, აი ვიღაცას მაგალითად პირველ სახლში ყავს ის რაღაცნაირად სელენა იქნება გამტარი მათი პირადი ინიციატივების, მათი თვითრწმენის, მათი გამოხატვის ამ სამყაროში, ხომ? რაღაცნაირად წამოვათ უკვე ის სწორი ორიენტირი. იქნება ეს მეორე სახლი ეს არის ჩემი შემოქმედებითი უნარები, ჩემი ფინანსები, ჩემი რესურსები, ჩემი ნიჭი და უნარები შეიძლება აი ეს პოტენციალი უფრო გაეხსნათ ადამიანებს, ხო, ამ ტრანზიტზე და აი ესე 12-ვე სახლზე რო გავყვეთ მაგალითად, ხო? ყველას იმ სფეროში ექნება უკვე ნათელი ენერგიის კომბინაცია, მანამდე ტყუპებში იყო სელენა და ტყუპები სადაც გადიოდა რომელ სახლში, იმ სახლიდან მოდიოდა ნათელი პროგრამები, ნათელი გაცნობიერების ენერგია, მაგალითად თუ მაქვს მე მესამე სახლი დაზიანებული იდეაში, ხო? მესამე სახლი ჩვენთან კომუნიკაცია არის, ურთიერთობები გარემოცვასთან, ოჯახთან ურთიერთობები, ხო? და ძმა არის მაგალითად. თუ ტრანზიტული სელენა გამდის მესამე სახლში, შეიძლება რაღაც ისეთები დავინახო და ისე დავალაგო ურთიერთობები ამ ნათესავებთან ადრე, რომ მაინც შესაძლებელი არ იყო. შეიძლება სწორი ინფორმაცია მოვიდეს, როცა სულ არასწორი სწავლებები მქონდა, არასწორი ინფორმაციები სელენა გვეხმარება. ეს არ არის რომ ფული მივიღოთ და გაგვიმართლოს და რაღაც სასწაულები მოხდეს. ეს არის სულიერი დანახვა რა არის სწორი ორიენტირი, ხო? და თვითონ ნიშანი ეს კირჩხიბი ძალიან სერიოზულად შემოიტანს სამყაროში ახალ ენერგიას, რომელიც უკავშირდება სამშობლოს, რომელიც უკავშირდება აი მაგალითად არწუხელიძეზე, როცა მაგალითად გმირი არის ეროვნული, სელენა ყავდა მას ნათალურ რუკაში კირჩხიბში. ანუ მან ძალიან კარგად იცოდა, როგორ გააფრთხილებოდა იმ თავარ ეროვნულ ღირებულებას სამშობლოს და ნახეთ როგორ ხდება განზოგადება. ეს არის დედა, ეს არის ოჯახი, ეს არის სიმყუდროვე, ეს არის ტრადიციულობა, კირჩხიბი წარსულთან, ტრადიციებთან არის კავშირში, როცა აი მაგალითად ეხლა მე ღომის ვინმე ზადე ესეთი ახლობელი რომ მინდა დავპატიჟო ღომს ვაკეთებ და აი ვკრებავ იგივე, ხო? ანუ რაც ტრადიცია იყო, თითქოს ამით უფრო პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც გვეყვარდა, ხო? და ვინც რაღაც მნიშვნელოვანი ჩადო ჩვენში. აი ეს არის კირჩხიბული ენერგია. სხვაშორის კირჩხიბი ვარ მეც ზოდიაქოთი და ჩემ ტრანზიტებს წარსულშიც რო ვაკვირდებოდი, როდესაც თეთრი მთვარე იყო კირჩხიბში, თუ რამე მნიშვნელოვანი პოზიტიური ჩემ ცხოვრებაში მოხდა, რა მაგ ტრანზიტებს უკავშირდებოდა ყოველთვის წლების განმავლობაში. და აი კარგად ვიცი ეს განსაკუთრებით როგორ მუშაობს ეს თეთრი მთვარე კირჩხიბებზე თუნდაც ზოდიაქოთი. მაგრამ არწუხელიძის შემთხვევა ეს იყო ზუსტად ის, რასაც ახლა ვლაპარაკობთ, ხომ? მათ იციან თვითონ ვისაც მფარველი ყავთ კირჩხიბში, როგორ გაუფრთხილდნენ ოჯახს, როგორ იზრუნონ სხვებზე, მაგალითად ძალიან მყუდროთ რო გრძნობთ თავს ვინმესთან სტუმრად რომ მივდივართ და შეიძლება არაფერი განსაკუთრებული არ გააკეთოს, მაგრამ აი ენერგოველი, აი ველი იგრძნობა, ენერგეტიკა იგრძნობა ხოლმე განსხვავებულად, იქ სიმყუდროვის და სელენა კირჩხიბი ყოფილა მაგალითად ის ადამიანი, ვისთანაც ესე მყუდროდ მიგრძნია თავი. აი სხვა სიმყუდროვი აქვთ, ვისაც ნათალურ რუკაში ყავთ კირჩხიბი, ზრუნველები არიან, სხვანაირად შეუძლიათ, აი
მზრუნველობა აქ მაინც საჭმლის კეთებაზე კი არ არის ლაპარაკი. აი კომფორტულად შეგვიძლია ვიგრძნოთ ხოლმე ამ ადამიანებთან თავი. თბილები არიან, მზრუნველები არიან, ემოციურები არიან. ემოციურობა არ ნიშნავს აი ემოციები. ამ ემოციებს ძალიან ბევრი ასტროლოგიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა სახე აქვს და ხატი აქვს. მე ვამბობ, როდესაც მე მესმის ადამიანების, მე ვგრძნობ ადამიანებს, როცა მას ჭირდება დახმარება, ვიგრძნო ეს და დავეხმარო, უბრალოდ ჩემი გვერდში ყოფნით და ვაგრძნობინო, რომ ის მარტო არ არის, ეს კირჩხიბული ენერგეტიკა არის, მისი ყველაზე ნათელი გამოვლენა და ეხლა აი ეს ენერგია, რასაც სელენა კირჩხიბები გრძნობენ, ვისაც ნათალურ რუკაში ყავთ, ხო? ამას ვიგრძნობთ სხვებიც. ყველასთან იქნება ეს გამტარი და ვინც ვერ დაიჭერს ამ ენერგიას, მაინც და მაინც აი თითქოს დაკარგავს მფარველობის რაღაცნაირად ზონას და ხშირად მეკითხებიან აი შავი მთვარე კირჩხიბებისთვის ეს რა იქნება, ვისაც შავი ნეგატიური კარმა აქვთ მაგალითად კირჩხიბის ზოდიაქოში, აი მათთვის ძალიან კარგი შანსი ეძლევათ დაალაგონ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, გადახედონ მაგალითად რა იყო ურთიერთობებში ის პრობლემები, რაც მათ შეუძლიათ გამოასწორონ თუნდაც საკუთარ თავში. და ეს ნიშნავს, რომ სხვანაირად დაუახლოვდეთ ოჯახის წევრებს, სხვანაირად ვიგრძნოთ ოჯახის წევრები, ხშირად არიან იმ კატეგორიის შავი მთვარე კირჩხიბები, რომელიც საერთოდ კავშირს ენერგეტიკული, აი ეგრეგორი იკეთება ოჯახის წევრებთან და ამასაც თავის მიზეზი აქვს, თავისი პრობლემები აქვს და არ არის ის რომ მაინც ამ ადამიანმა გამოიწვია პირიქით ეს ველი იყო რაღაცნაირად, ხო, ისეთი არამყუდრო, არამეგობრული, ეს შავი მთვარე კირჩხიბში ეს ამას ნიშნავს, ხო, რომ ოჯახური ველი ეს არ იყო კომფორტული, უსაფრთხო არ იყო, ეს არ იყო იმ მთავარი იდეალების გამტარი, რასაც კირჩხიბი უნდა ატარებდეს და აქედან გამომდინარე ჩემში არაცნობიერ დონეზე კომპლექსები და რაღაც შინაგანი ეს წავიდა, რომ უკმაყოფილება და შეუსებელი დავჭი უსაფრთხოებაში, სიმყუდროვეში და სახლი მათთვის ეს არის რაღაც ის ველი, იქნება მე შემდგომ დაოჯახება და გამოვედი ოჯახური ველიდან, თითქოს იგივე დატრიალდება მე ჩემ ოჯახშიც ეს ხდება ხოლმე, რომ იგივე პროგრამები შევეჯახე, არა მყუდროდ ვარ ამ სახლში და სულ მიწევს ან სახლიდან გაქცევა, სულ სხვაგან არიან, სულ ქალებიც, კაცებიც ან სულ დაკავებულები სულ სამსახურში და ოჯახისთვის აღარ სალიათ ხოლმე. ნეგატიური ძალიან პირველ დონეს რო ვეძახით, ახლა ადამიანს გააჩნია სულიერ დონეს, პირველ დონეს რო ვეძახით, ეს არის ადამიანი, რომელიც ღალატობს ოჯახს, ღალატობს სამშობლოს, ღალატობს ახლობლებს და ღალატი ის კი არ არის რაღაც პირდაპირ მნიშვნელობით. ну აი როცა გვერდში დგომა ჭირდება ოჯახის წევრს, დას, ძმას, დედას მაგალითად და მე შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ აი ეგოისტურად არ ვხედავ მათ, ხომ? და მე ჩემ თავზე ვზრუნავ. საერთოდ კირჩხიბი უკიდურესად გამოხატული ეგოიზმი არის, ხშირად ნეგატიურად. ეხლა ყველას არ აქვს ძალიან კარგი სელენა კირჩხიბი კირჩხიბებიც მინახავს, რომელიც უზრუნავენ სხვებზე და ძალიან წყინთ ხოლმე, როცა ყურადღებას ვერ იღებენ გარშემოდან, თუნდაც სამშობლოში არ არიან თითქოს რეალიზებულები, თუნდაც არ აქვთ ის სითბო და ის უსაფრთხოება, რაც ამ დროს ცდილობენ რომ მიიღონ, ხო? აი ჩემთვის პირადად პოლიტიკურ სივრცეშიც ძალიან გამოხატული არის, ახლა კალაძე, კობახიძე, ლილიტი კირჩხიბები არიან, სალომე ზურაბიშვილი ლილიტი კირჩხიბი არის, მარგველაშვილი სხვათა შორის შავი მთვარე კირჩხიბში ყავს, როგორც ვიცი და ამ შემთხვევაში ხო ძალიან რადიკალურად განსხვავებული ხალხია, ხო, სხვადასხვა ფლანგით და ვიღაცა ძალიან ცდილობს რომ დაამუშავოს შავი მთვარი. ჩემი სუბიექტური ხედვით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ცდილობს რომ დაამუშავოს შავი მთვარი კირჩხიბში, მოხვდა უცხო გარემოში, მოხვდა იმაში, რომ ის სულ აკრიტიკებდნენ, რომ ენა არ იცის, ქართული ტრადიციები არ იცის, ეს ყველაფერი არ იცის და
აი ამ უცხო გარემოში იგივე არის ეს შავი მთვარე როგორ მუშაობს, ხო? რომ ფაქტიურად ნენელა სელენა მფარველი ყავს მერწყულში მას და აი ეს ხალხის სიყვარული, ხალხის ნაწილის და უკვე დიდი ნაწილი ნენელა, თუმცა რის ფასად, ხო? სულ ანძღავდნენ, სულ ყველა ლანძღავდა მას, ოპოზიცია, პოზიცია, ხალხის დიდი ნაწილი ნენელა მოიპოვა თითქოს ის ნდობა, აი წინაზე ვიდეო დავდე ეგრეგორებზე, როდესაც გვიყურებს რაღაც კუთხით ეს ეგრეგორი ენერგეტიკული და აბა რამდენად ჩვენ სანდო ვართ ამ ენერგიისთვის, რამდენად ვაკეთებთ რაღაცებს კარგს, ხო? და თითქოს მოიპოვა მან ეს ყველაფერი. თუმცა ჩემი სუბიექტური ხედვით, ასტროლოგიური კომბინაციებით, ეს არის ძალიან დიდი საცდურები მაინც და შეიძლება უცხოეთიდან სულ ამბობდი, უფრო კარგად დაეხმაროს ქვეყანას, ვიდრე აი შიდა საქმეებში ლიტიკეჭხებები, პოლიტიკური გაგებით ვეღარ გაჩავენ, ესე რომ ვთქვა ჟარგონულად. მაინც ვერ არიან იმ თითქოს არ ყოფნით ენერგეტიკული გამოცდილებას. იგივე არის უკვე ინდივიდუალურ ადამიანებში, როდესაც მე კარიერაში ძალიან წარმატებული ვარ, სამსახურში ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ პირად ცხოვრებაში როგორც დედა, ან როგორც მამა ვერ შევდექი. ან როგორც მეოჯახე ვერ შევდექი. ეს განცდა აქვს განსაკუთრებით საპირისპირო სელენა კირჩხიბებისგან. სელენა კირჩხიბებს პირიქით პრობლემა აქვს. მთელი აქცენტი არის, რომ მე ძალიან ვარ ოჯახში ჩაფული და შეიძლება ზუსტად პიროვნულად ვერ შევდგე, ინდივიდუალურად მე ვერ შევდგე, მაგრამ მთელი ენერგია ჩავდო ოჯახში. და ზოგჯერ ესეც აქვთ ხოლმე დრამა, აქ არ ნიშნავს, რომ ეს ოჯახი ბრწყინვალე იქნება. შეიძლება აი ამ ოჯახში მიუხედავად იმისა, რომ უყვარდეს ეს ოჯახი, უყვარდეს თავისი გარემო, ზოგჯერ ხდება ხოლმე ესე გააჩნიამერი შავი მთვარე სად გადადის, პირად რუკაშიც თუნდაც, რომ მე ხვდებიან, რომ აი ყველაფერი ამას შევლიე და სადღაც რაღაც ნახევარი ენერგია დავაკელი. სადღაც სხვაგანაც უნდა მომეხდინა რეალიზება, ხო? აი თუნდაც ჩემს ან კარიერაში, ან თვითქოს მძევალი გავხდი ამ ოჯახის. და ხშირად ვაკვირდებით მეგობრებო, როცა თეთრი მთვარის ენერგიას მივყვებით და შავი მთვარესავით გამოგვდის. როცა სელენას ლილიტივით ვიყენებთ, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ლილით სელენასავით იყენებენ ადამიანები, ესეც ხშირად მინახავს. და აი თითქოს არ არის ხა ისეთი განათლებული ადამიანი, ისეთ რაღაც, მაგრამ აი სელენას ლილიტის ზონაში შედის, ანუ შავი მთვარის ზონაში, აი ამ საცდურებში და ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებენ ხოლმე, თითქოს ვიღაცის სელენას ბევრად ჯობია ვიღაცის ლილიტი, ზოგჯერ ისე კარგად იყენებენ, ხო? აქაც გააჩნია რამდენად ჩვენ საღი გაცნობიერებული სხვა ხედვით უყურებთ ჩვენს ენერგიებს და რამდენად შეგვიძლია აქ ვაკონტროლოთ, ხო? ვინც ესე ლილიც იყენებს სელენასავით, იმათმა წინაცხოვრებებში ძალიან დაიმძიმეს კარმა, ესე ვიძახით ეზოთერულად და ნენელა დააგროვეს ესე რაღაც კუთხით უკვე უკან დაბრუნება აღარ უნდათ. აი ეს თემა არის, აი თუნდაც არწუხელიძის ამ ისტორიაში მისი სელენა მის ლილითთან იქნებოდა აუცილებლად რაღაცის ფასად დაუჭდა ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ყავს ესე ცნობილი ადამიანები, ადრეც მქონდა საუბარი მხერულ რომანში, რომ თამაშობს ეს გოგო, სელენა კირჩხიბი, შავი მთვარი მშვილდოსანში, რომ ჩაიკეტა სახლში და მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა და ვერ მოახდინა საერთოდ თავის გაფართოება და რეალიზება შემდგომ, ხო? ის ტიპიური ზოგჯერ თეთრი ნათელი კარმა, როგორც ხაფანგი, ისე გვიჭერს ხოლმე, ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს სხვაც, შეგიძლიათ ნახოთ. და აი სელენას ტრანზიტზე ხა რატო აი მთლიანობაში ვეცადე, ხო, რომ ამეხსნა თქვენთვის როგორ მუშაობს ეს ენერგია. აი ეს სელენა ეხლა როცა ტრანზიტულად არის 7 თვის განმავლობაში, აი ამ ენერგიებში იქნება მეგობრებო, როცა მე უკვე მეძლევა შანსი გაუფრთხილდე ჩემიანებს, დავამყარო კონტაქტი ჩემს ოჯახის წევრებთან, ემოციურად გავიხსნა,
ფსიქოლოგების პერიოდი იქნება მეთქი წინა ვიდეო ესა პოსტში დავწერე ჩემ დახურულ ჯგუფში. ფსიქოლოგებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი პერიოდი და ფსიქოლოგია არის მთლიანად კირჩხიბული ენერგია არის. ფსიქოლოგია ეს არის კირჩხიბი, მორიელი თევზები გარკვეულწილად. უფრო თევზები, მედიტაციები, უფრო წარმოსახვითი თერაპია არის. ჰიპნოთერაპია არის მორიელი, ფსიქიატრია მორიელი არის, ღრმა პროგრამები, ასეთი მძიმე პროგრამებზე მუშაობა ეს მორიელი არის, პლუტონიანური ენერგია და აი სხვათა შორის ძალიან მალე შავი მთვარე, ამაზე ცალკე გავაკეთებ, გადავა ასევე შავი მთვარე მორიელი ზოდიაქოში. და იქნება ტანდემი სელენა კირჩხიბი შავი მთვარე მორიელი. სხვა შორის ჩემი ოჯახის წევრი მყავს ამ კომბინაციით 75-ში არის დაბადებული, ისა ბოდიში 55-ში არის დაბადებული და აი ამ პერიოდში, როცა ეს სელენა კირჩხიბი და შავი მთვარე მორიელი ხშირად შეიძლება ტანდემში გამოიწვიოს, რომ ძალიან დიდი ბრძოლა ეს უკვე სამყაროს ენერგიები და განსაკუთრებით საქართველოში, როცა დაღმავალი კარმული კვანძი ყავს კირჩხიბში, ძალიან აქტუალური იქნება ბრძოლა სამშობლოსთვის, მაგალითად, ან ეროვნული ღირებულებებისთვის. ეს ეროვნულობის თემატიკა ძალიან გაძლიერდება, ძალიან ჩემი აზრით და სელენა ზოგადად ეს არის ეროვნულობა, რაღაც ერთად დგომა, ხა წინაზე ტყუპებმა სელენამ ძალიან დააკავშირა ადამიანები ერთმანეთთან, თან იუპიტერიც ტყუპებში არის. მერე ამავე დროს ეს ტყუპების ენერგია იყო, კავშირები, ინფორმაცია, გაერთიანება, მაგალითად ხალხის, ხო, თანამოაზრეების ეს ტყუპური ენერგეტიკა იყო. ეხლა მარსიც არის რეტროგრადულ ფაზაში არის ეხლა ტყუისა კირჩხიბში. მალე იუპიტერიც გადავა მერე უკვე კირჩხიბში, ანუ საკმაოდ დიდი კონცენტრირება იქნება კირჩხიბის ენერგიაში. იუპიტერი როცა გადავა კირჩხიბში, სელენას კირჩხიბში იქნება, ხო, ეს უკვე ძალიან სერიოზული ფაზა დაიწყება, ეს გლობალურად ქვეყნის მასშტაბით რო გითხრათ, რადგან ჩვენ მაინც კირჩხიბული ენერგეტიკა გვაქვს. ნახეთ, აი ეს ტრადიციები, უკანყურება, წარსული ეს დავით აღმაშენებელი და აი ეს წარსულზე რო ვლაპარაკობთ, ხანდახან ეს ცოტა მოსაწყენიც არის ხოლმე და ლილით შულდოსანში გადავდივართ როგორც ერი მერე, ხო? მაგრამ მაინც ეს ღირებულება გვაქვს, ეს ტრადიციები, როგორც ეს კონსერვატიზმი, ტრადიციულობა. მე მაგალითად ბევრ რაღაცაში არ უნდა იყოს ეს უბრალოდ უკვე რაღაცანაირად გაჭედილი, თორე ისე ძალიან მომწონს ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ რაღაც ოჯახური შინაგანი ოჯახი, ხო, როცა სიყვარულია ოჯახში, როცა არ უნდა იყოს ეს რა თქმა უნდა ფასადური და ნენელა ჩვენ მაგ ფასადური როლიდანაც გამოვდივართ იქ შილდოსნური ენერგიაში რომ გადავიტანეთ ეს კირჩხიბული ენერგიაც, ხო, გარკვეულწილად, თუმცა სელენა ქალწულში ყავს ჩვენ. მაგრამ მაინც ეს კირჩხიბული ენერგია ნენელა დაღმავალი კარმული კვანძი ეს არის რა ერთს რა ბაზა აქვს, რაზე დგას, რაზეა დაფუძნებული, ხო, ეს არის კირჩხიბის დაღმავალის ენერგია და კირჩხიბში ყავს და როდესაც ეს კირჩხიბული ენერგია ჩაირთვება ბოლომდე მთელი თავის სისავსით იუპიტერითაც, ხო, ეს უკვე ძალიან დიდი გამოწვევები იქნება სამშობლოს დაცვა, ისტორიის დაცვა, ისტორიული რაღაც თემები ეს კირჩხიბი არის, როდესაც მე წარსული მაინტერესებს, როდესაც მე ეროვნულობა მაინტერესებს, ხაერჩერის ეროვნულ მოძრაობაში იყო სულ ეჩემი და ძალიან აქტიურად იყო ამ პოლიტიკურ სფეროში მთელი ახალგაზრდობა ჩართული, იუპიტერი ყავს მას კირჩხიბში და ესეც მეუბნებოდა, რომ აი ვერაფერს ვერ უყურებდიო, რაღაც აი ეროვნული ქვეყნის, აი ეს რაღაც ის იყო, იდეა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა სადღაც სამშვიდობოს უნდა გაგვეყვანაო, ანუ წითლებისგან უნდა გაგვეთავისუფლებინა ქვეყანაო, ეს არის, იუპიტერი კირჩხიბის უკვე ცოტა სხვა დონე, როდესაც სახლი, სიმყუდროვე ხდება ჩემთვის როგორც სამშობლო, როგორც ჩემი მიწა, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და სულ ამბობდა სხვა შორის, რომ ის უცხო მიწაზე არ მინდაო, ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა-წყალი და აი ძალიან ისე კონცენტრირებული იყო აი ამ სამშობლოს იდეალზე. აი ეს ენერგია არის კირჩხიბული ენერგია, ზოგადად იუპიტერის გადასვლისას, მაგაზე მე ცალკე ვისაუბრებ და ეს ენერგიები გროვდება. ეხლა რა არის
ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ადამიანისთვის. შეიძლება ვიღაცებისთვის აქტუალური იყოს შვილის გაჩენა, მაგალითად, გამრავლება ოჯახის. შეიძლება იყოს დედობის თემა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რასაც ვიღაცა დედა გახდება, ვიღაცა ოჯახს შექმნის, ვიღაცა სახლის პრობლემებს მოაგვარებს, ან ბინის ყიდვა, ან ახალბინაობა, ან ბინის გარემონტება, ეხლა ყველაზე კარგი პერიოდი არის ამისთვის. ეხლა ყველაზე კარგი არის ვიფიქროთ შინაგან სიმყუდროვეზე და გარეთ სიმყუდროვეზე, რა არის ბინა, რა არის თქვათ ოჯახი, ეს არის ჩემი უსაფრთხო გარემო, უსაფრთხო სივრცე. ძალიან ისეთ ენერგეტიკულ ფსიქოლოგიურ დონეზეც, ხო? და აი ეს აქცენტი იქნება ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, თან როცა ესეთ ენერგიები ხდება კითხებში, ვიყოთ უფრო ამ თემებით ახლა დაკავებული. მანამდე თუ იყო ეს ელენა კითხები, სხვათა შორის იქ წიგნები, ლიტერატურა შეიძლება აქტუალური ყოფილიყოს, ინფორმაციების გავრცელება, სწავლა, განათლება შეიძლება აქტუალური ყოფილიყო ადრე, ხა ვიღაცა სწავლას იწყებდა, ვიღაცა ხაშუის მეც მეორე ინსტიტუტში სწავლა დავიწყე მაგ პერიოდში და ძალიან აქტუალური გახდა უამრავი ინფორმაცია ახალი მივიღე და გამიფართოვდა ცნობიერება კიდევ დამატებით სხვა სფეროებში, იუპიტერის ტყუპებში იყო მანდ და სხვებისთვის ყველაზე მოქმედებს ეს, ხომ? ეხლა გადავა უკვე კირჩხიბში, ეს ენერგიები და ეს იქნება უკვე რომ იცვლება ფონი და ეხლა ჩემთვის ან მენტალური სიმყუდროვე არის უკვე საჭირო, ან ფიზიკური სიმყუდროვე და ეს როგორც წესი ორივე ერთად არის ხოლმე შესაძლებელი. ხა სახში თუ არეულობა მაქვს, დისკომფორტი მაქვს, არ მომწონს გარემო საზღვრობ, ან არ მომწონს ის ოჯახური ველი, რაშიც ვარ და დამოუკიდებლად მინდა წასვლა, აქ სელენაც და მე უკვე იუპიტერი ძალიან დაგვეხმარება ამ ენერგიებში ვიყოთ და გამაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა, ოჯახი შევქმნათ ზოგისთვის, ზოგისთვის შვილის გაჩენა იქნება, ზოგისთვის რაღაცნაირად ქალურ ენერგიებთან ზიარი იქნება, რომ აი ქალურობაში, ქალურ ენერგიაში, უსაფრთხოებაში დავიჭირეს სიმშვიდე და რა ვთქვი, რომ ფსიქოთერაპევტების პერიოდიც დგება თქო, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც არ აქვს შინაგანი სიმყუდროვე, შინაგანი სიმშვიდე, პანიკური შეტევები, ან ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც სიამდვილეში უბრალოდ იმ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რომელიც სადღაც დამერყვა, იმ შინაგან ბავშვთან კონტაქტის არარსებობა არის, იმ შინაგან ბავშვ ტრამვებთან დაუმუშავებლობა არის, აი ამ ყველაფრის მოგვარება ვიღაც ზოგიერთ ადამიანს ამ თემით ამ სფეროთი მოუწევს, ხომ? შეიძლება სახლი არ ვიყიდოთ, შვილები არ ყავდეს, მაგრამ აი შინაგან სიმშვიდეზე ვიმუშაო, შინაგან ფსიქოლოგიურ მხარეზე ვიმუშაო, რომ ეს დავალაგო. აი ეხლა იქნება ყველაზე კარგი, ყველაზე ეფექტური ამ თემებზე მუშაობა. ახლა გლობალური კუთხით რო ვთქვი, რომ აი სამშობლოსთვის ბრძოლა წავა თქო მორიელში. შავი მთვარე მორიელი ცოტა მძიმე მოვლენების მომტანი იქნება. მე ადრე როდესაც შავი მთვარე გადადიოდა, სელენა საპირისპირო ენერგია არის, ვინც ვერ ერკვევით, გადადიოდა სასწორში, მე ვთქვი, რომ მთავარი გამოწვევები იქნება საკანონმდებლო სფეროში, მოსამართლებისთვის იქნება ყველაზე მძიმე პერიოდი, სამართლისთვის და სამართლიანობისთვის ზოგადად მთელი ჩვენ ეს 8 თვე არის დაახლოებით ვუყურებთ ამ სამართლიანობისთვის ბრძოლას, ეს მთელი სამოქალაქო აქტიურობა კანონებზე მიდის და ყველაზე მძიმე კანონმდებლობები მიიღეს, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ შავი მთვარე როცა გადავა ეს ნენელა დაიმსხრევა ყველაფერი. შავი მთვარეს ერთი ეს აქვს, რომ ან აშიშვლებს პრობლემებს ამოყრის ზედაპირზე და ხდება მძიმედ დამუშავება. ან რაღაცა პერიოდი აძლიერებს რაღაც ჯგუფს, ილუზიას უქმნის მათ, რომ თქვენ აქ კარგად ხართ და ნელ-ნელა მერე ინგრევა ეს პერიოდი, ეს აშენებული. ამიტომ შავ მთვარეს ვეძახით ილუზიას, შავ მთვარის პერიოდში თუ რაღაცას ვიწყებთ, მე ის ჩერდება, აღარ გამოდის, არა გრძელვადიან სიცოცხლის უნარიანი არ არის ის ყველაფერი, ის სფერო, რაც შავ მთვარის პერიოდში ჩვენ ამას ვქნით. სელენას პერიოდში პირიქით, აი ის, რასაც სელენას ზონაში ჩვენ ჩავდებთ,
იქნება საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ისეთი რეალური და ნამდვილი. ამიტომ გეუბნებით, რომ ეს სხვათა შორის თეთრი მთვარე იყო კირჩხიბში, რა ძალიან ბევრი წლის წინ, 20 წლის წინ რო დავქორწინდი და აი ხა მანდ რო ყოფილიყო შავი მთვარე კირჩხიბში, მანდ იქნებოდა უკვე ის რომ აი სადღაც ცოტა რომ ინგრევა ხოლმე მე ქორწინებები, ურთიერთობები და დროებითი არის ხოლმე. ესეთი რაღაცები ხდება. თეთრი თვარის შემთხვევაში ესეთი რაღაცები არ ხდება. რაღაცა არის ძალიან დიდი ხნის, რაღაცა არის ცოტა ნამდვილი, ცოტა სიცოცხლის უნარიანი, რომ უძლებს დროს, ხო? ეს ენერგია არის მაგალითად იმას ერთი 1800-იან წლებში ძალიან საინტერესო ფიგურა ყავდა, სახელი აღარ მახსოვს, მართალი გითხრათ, ოღონდ რუკა მახსოვს და ისტორიული ფიგურა იყო. ოღონდ აი როგორ იცით, აი შემთხვევით რომ ნახე, რომელმაც დააარსა საზღვარგარეთ ცხოვრობდა ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში, ასაკში, სიბერეში ჩამოვიდა და დააარსა კულტურული განვითარება რაღაც, არავინ არ მიიღო. და მოკლედ ისე გარდაიცვალა, არაფერი არ დარჩა სახელი, შავი მთვარე კირჩხიბში ყავდა და ხშირად ესეც ხდება ხოლმე, ან შავი მთვარის ზონაში რაც არ უნდა ვაკეთოთ ძალიან დიდი დოზით, შეიძლება იქ ფეიკი იყოს, ან იყოს ნაკლებად სიცოცხლის უნარიანი, თუ ჩვენ სელენას არ ჩავთავთ და სელენასთან ერთად არ ვამუშავებთ ამ ყველაფერს, ხო? აი ესეთი რაღაც არის. სელენა კირჩხიბში მაინც ქართველი არის ადამიანი ჩვენთვის, ჩვენი გაგებით, აი ქართული არის რაღაცნაირად, ქართული სული დევს მასში. შავი მთვარის შემთხვევაში ეს ნაკლებად, აი ხა კობახიძეზე და იმაზე რომ ვილაპარაკე კალაძეზე. აი მათთან მე რასაც ხედავ, ჩემი სუბიექტური ხედვა, მოკაჩვა ყველაფერი თავისკენ, ცოტა აი პირველ დონეს რო ვეძახით შავი მთვარეს, ჩემი აზრით, ჩემი გადასახედით, მან ზიან, რომ მე პირადი სარგებელი მივიღე, გამოვიყენე მთელი რესურსები, სხვების, ოჯახური, სამშობლოსი და მე აქ ცუდის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. მე ესე ვხედავ ახლა ქალაქი რომ მყარი არის ფაქტიურად და ძალიან სერიოზულ მაგას ვამბობ სხვათა შორის ვიდეოებში, ხა წინაზე ახლობელი მივიყვანე სპორტის სასახლესთან და ესე იგი ტროტუარები არ იყო, თურმე სახანძრო ვერ შესულა ამ კორპუსებში არ და გადახვალებული არის ეს კორპუსები და ადამიანი დაიწვა. ვერ უშველეს, ხო? აი ის დაგეგმარება, ის კორუფცია, რამაც ქალაქი ფაქტიურად გადააშენა და მოსპო, ეს კალაძის პასუხისგებლობაზე არის, კალაძის ენერგეტიკაზე, მის ოჯახზე დგას, კარმულ ასტროლოგიაში ესე ვიძახით, რომელიც მე მის მომავალ ცხოვრებებში აუცილებლად იმუშავებს ამაზე და ნახეთ ახლა რა ხდება აი გრძელვადიან პერსპექტივაში, ხა ჩვენ გავდივართ და ჩახერგილი არის ყველა გზა, ვერსად ვერ შევდივართ, ვერსად ვერ მივდივართ. დავიწყოთ ვიზუალური სივრცე, ხო? ცა აღარა ჩანს, ბუნება აღარა ჩანს, აღარაფერი აღარა ჩანს, პირდაპირ კორპუსები ერთ ხვირწინ ყველგან. შევმჭიდროვდა და თქვენ არ იცით კიდევ ეს რამხელა აგრესიას გამოიწვევს ამ ქალაქში, ხალხში. არაცნობიერ დონეზე ფსიქოლოგიას მოუსპობს საზოგადოებას, ძალიან დიდი აგრესია დაგროვდება, როცა საზოგადოებაში დიდი აგრესია არის, ხდება დიდი პრობლემები, მე ხდება ფსიქოლოგიური პრობლემების და ზოგადი მთლიანობაში პრობლემები. ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცეებს ხოლმე და მე ვერ ვხვდებით რაღაცეები რატომ მოხდა. და მომავალში, აი ხლა არქიტექტორი მყავს მეგობარი, რომელიც ამას ამბობდა სულ, რომ ფაქტიურად საქართველოში ვერ მოახერხა მან საზღვარგარეთ მოახერხა მარტო რეალიზება იმის გამო, რომ ვეუბნებოდი მშენებელს, რომ აი აქ ტროტუარი არის საჭირო, აქ სივრცე არის საჭირო, რას ამბობ, მან მაგ ადგილის ათვისებაში მე მილიონებს ავიღებ და არ მაინტერესებს იქ ხალხი, აქ მილიონები არის, აი დღევანდელი ბიზნესის, კორუფციული ბიზნესის სახე, ხო? და ეს ბიზნესი აღარ არის, ეს არის უკვე ის მომხვეჭელობა, რაც შავი მთვარე კირჩხიბების ხელში მივიღეთ, ხო? იდეურად რო გითხრათ და ძალიან კარგად ხედავ ამას და ძალიან გვიან ვიგრძნობთ უკვე ყველა მოქალაქე ამ ყველაფერს, ვინც ახლა ვერ ხვდება. აი ნენელა მომავალი თაობაა, ბავშვები რო გაიზრდებიან ამ სფეროში მე ვერ ხვდებოდი, ახლა იქ როგორ უნდა ასეირნო ბავშვი
და რატომ იცხოვრო საერთოდ მაგ გარემოში, ესეც პრობლემა არის ჩვენთვის, როცა არა გვაქვს ის სტანდარტები, რომ ჩვენ თანხმდებით ამ ყველაფერზე, ხო? და ეს კალაძე შემთხვევით არ მოვიდა ამ ქალაქში, ხო? ეს ენერგეტიკა, მასის ენერგეტიკა, როგორც წესი შეესაბამებოდა, ესე იგი ამ რაღაცნაირად მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით, ხო, რადგან დავთანხმდით ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება შვილებს, შვილიშვილებს და ძალიან დიდი ხანი ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება. მე ფსიქოლოგიურად, მენტალურად, სოციალურად და სიცოცხლისთვის, ხო, ადამიანი დაიღუპა, იმიტომ რომ სახანძროსთვის არ იყო გათვლილი, იმიტომ რომ იმ სახანძროს რო გაევლო იქ ტროტუარები რო ყოფილიყო და პატარა პარკიც რო ყოფილიყო, სადაც ბავშვს კარგად სეირნებ, ხო, იქ ძალიან ბევრი მილიონით იზარალებდა 1-2 ფიგურა, რომელიც არის მერიასთან კარგად შეკრული სიტყვაზე, ხო? და აი ეს ტენდენციები ზუსტად აჩვენებს იმ შავი მთვარის ენერგიას, თუ ჩვენ ძალიან მივყვებით ამ შავ მთვარეს და მაგის საპირისპირო არის თეთრი მთვარე. და აი ამ ყველაფრისთვის ბრძოლა, ეხლა რა უნდა ვიბრძოლოთ, ეხლა ამ კორპუსებს რას უზამ, ხო არა დაანგრევ, ხო? და ამიტომ გეუბნებით, არის ისეთი რაღაცეები, რასაც ვეღარ გამოვასწორებთ. ძალიან დიდ ზიანს მოიტანს ეს ფსიქოლოგიურ დონეზე და აი ეს ხალხი, რომელიც სულ საცობებში დგანან და ნერვებზე იშლებიან, ფსიქოლოგიას მართავს კირჩხები და კალაძემ ძალიან კარგად მოახერხა ის, რომ ადამიანებს ძალიან სერიოზულად ის მოურღვია სიმყუდროვე, მოურღვია უსაფრთხოება, მისმა ენერგეტიკამ ძალიან ცუდად იმუშავა. მე აი ძალიან აღშფოთებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული და გულნატკენი ვარ და ძალიან ბევრი უკვე ახლა რამდენი ადამიანი მოდის ჩემთან პირად რუკაზე, მათი შვილები არც განიხილავენ, უმეტესობა რომ საქართველოში უნდა იცხოვრონ, გაქცევაზე არიან, სწავლობენ ყველაფერს, გაცვლით პროგრამებს ეძებენ, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, ხო? და ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ამ ეროვნულ დრამას, რაშიც ვართ და ეს ყველაფერი ჩაიბის, რა თქმა უნდა, ჩვენ დავდგებით ფეხზე. კალაძეების შევლენ ისტორიაში ძალიან მძიმედ, ხო და ცუდად და ეს მათი პასუხისგებლობა არის. დროებითი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა აქ ვინც ვართ, ამას უნდა უბრალოდ ხედავდეთ, ხო? აი ეს არის შავი მთვარის ენერგია, მეგობრებო. და ესე ყოველთვის რაღაც სოციალურ პრობლემებს ვთავ ჩემ ვიდეოებში ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ალბათ უკვე ყველას ძალიან ყელში გვაქვს ძალიან ბევრი რამე, ძალიან დაგროვდა ეს ყველაფერი და სელენა კირჩხიბში, იუპიტერი კირჩხიბში უკვე დაგვანახებს ამ ყველაფერს. ვინც ვერ ხედავს ისინი, მათაც მოუწევთ სავარაუდოდ უფრო დანახვა ამ ყველაფრის, მაგრამ პოზიტიური ნოტით ჩვენზე როგორც იმუშავებს ყველასთვის, ეს არის დავათმოთ ერთმანეთთან ურთიერთობები გრძნობიერად, დავამყაროთ კონტაქტი, არა ინტელექტუალური და კომუნიკაციური მარტო, არამედ ფსიქოლოგიური და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ თავთან უნდა დავამყაროთ ფსიქოლოგიური კონტაქტი, ემოციური კონტაქტი კირჩხიბი ამ ყველაფერთან არის კავშირში. ზუსტად როცა აი ფსიქოპატებივით შეიძლება იქცეოდნენ პირველი დონის კალაძელი კირჩხიბები, საერთოდ ემოცია მაქვს გაჩერებული, აი კობახიძეს რო შეხედავთ, თლიანად თავის ვითომო ემოციობა და თავის ვითომ ეს ცოტა ფსიქოპატიური ტიპაჟიც ხდებით ხოლმე ლიეთის ზონაში თუ ძალიან შევედით. და ეს არის ემოციების საერთოდ გათიშვა და სხვებსაც რატომ ნერვიულობთ ეს მანიპულატორული ენერგია მე როცა სხვები ემოციურად მინდა გამოვიყვანო წყობიდან ვაცხოვრო სხვებს ის, რასაც მე არ ვცხოვრობ ეგ ფსიქოლოგიურად, ხო? მე სხვებს მოუშლი ნერვებს, და მე აქედან მტკბები ვუყურებ, როგორ ვიღაცას ერეშლება ნერვები. სიამდვილეში ეს ჩემი სურვილი არის, რომ ვიგრძნო ეს სამყარო, შევიგრძნო ადამიანებთან, განა ნერვების მოშლით და გაღიზიანებით შევიდე, სითბოთი შევიდე, ყურადღებით, ზრუნველობით შევიდე, ხო? ეს პრობლემა ნამდვილად არის, მეგობრებო, და ვინცაც აქვს შავი მთვარე კირჩხიბში და მისმენთ მაგალითად, ხო, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გარღვიოთ შინაგანი, აი ეს ზოგი პირიქით რომ მithხოვს ამ ყველაფერს და გარემოდან არ არის, ხო? და აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ რაღაცნაირად მივიღოთ კარმა
ვეცადოთ დავამუშავოთ, ვეცადოთ ჩვენ ვიყოთ სხვებისთვის მზრუნველები, ჩვენ შევხედოთ ადამიანებს თბილად, ამით გამოვისყიდით, ესე ვიძახით, კარმას, ნეგატიურ კარმას, ფსიქოლოგიურ დონეზე კი ის სიმყუდრო, ის სითბო, რაც ოჯახმა ვერ მომცა და მე ამის გამო ტრამვირებული ვარ, ვეცდები, რომ ეს სხვებს მივცე. ეს არის უკვე, ნორმალურ ადამიანებში ეს ესევლინდება, რომ ვამუშავებთ ყველა ხო ჩვენს რაღაც პროგრამებს, ნეგატიურს, ოჯახურ ველს, ეს ნორმალურ სამყაროში ესე ხდება და ტრამვირებული ნეგატიური სამყარო ვლინდება უკვე დესტრუქციულად, ის რაც ის სამყარო ახსენი, მოკაჩვა ყველაფრის და უკვე გამტარი რო ხდები ბოროტების, ნეგატივის, დესტრუქციის და მათელი შენი უკვე აღარ მუშაობს, როგორც ჰიტლერთან მაგალითად შავი მთვარე ტყუპებში ყავდა და ფაქტობრივად მთლიანად შთანთქა იმ ჭრtildeლმა, ხო, იუნგისეულმა ჭრtildeლმა ეს ადამიანი მერვე სახლში ყავდა თან შავი მთვარე და მთლიანად აბსოლუტურად ძევალი გახდა იმ თავისი შავი ენერგიის. ეს ეზოთერულ ენერგეტიკაში ამას ვამბობთ, როცა უკვე ასტრალური არსებები გვიპყრობენ მთლიანად და უკვე ნეგატივის გამტარი შემომტანი ვხდებით ნეგატიური ძიმე ენერგიების, ნეგატიური არსებების ენერგიების, თეთრი კარმა ეს არის პირიქით, როცა ნათელ ენერგიის გამტარი ვხდებით ამ სამყაროში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ და არჩევანი გავაკეთოთ. და აი ეს კირჩხიბი ახლა კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწორი ნათელი ენერგია და უდგეთ ერთმანეთს გვერდში, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, განვაახლოთ ურთიერთობები და რაც თავარია საკუთარ თავთან საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი შინაგანი ბავშვი მოვახდინოთ რაღაცნაირად განახლება მისი და მიღება და გაცნობიერება. ეს არის მთავარი გზავნილების ელინა კირჩხიბის. დაგემშვიდობებით მაშინ ამ ნოტაზე, ძალიან მივედმოვედე ბევრ სფეროს, მაგრამ იცით რა არის, მინდა ხოლმე რომ მთლიანობაში სურათი იყოს დანახვადი, უფრო დავინახოთ აი მთლიანობაში ენერგია როგორ მუშაობს და არა უბრალოდ მოუაროთ ოჯახს, მიწა ვიყიდოთ, ესე აი მთლიანობაში რომ ცოტა პედაგოგიკური მიდგომაც მაქვს ხოლმე რომ თან აი სასწავლოსავით იყოს სხვა ადამიანებისთვისაც ეს და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის მეგობრებო, იმედია გასაგები იყო თქვენთვის და წარმატებებს გისურვებთ და სიმშვიდეს გისურვებთ ყველაზე მთავარი, ხო? სულიერ შინაგან სიმშვიდეს და დროებით.